მოგესალმებით. რა უნდა ვიცოდეთ გამოსახლებასთან დაკავშირებით? აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რომ გამოსახლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. ადრე მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, როდესაც საქართველოში მოქმედებდა საპოლიციო გამოსახლების რეჟიმი და იმ შემთხვევაში თუ კი მესაკუთრე მოითხოვდა პირის საკუთრებიდან გამოსახლებას და იმართავდა ვინდიკაციურ მოთხოვნით, პოლიცია ვალდებული იყო გამოესახლებინა აღნიშნული პირი საცხოვრისიდან. თუმცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაცულია ღვთისმფლობელის უფლება და მისი გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არის დასაშვები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურ დაუცველთა მიმართ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მათი გამოსახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, როდესაც მათ აქვთ ღირსეული საცხოვრისი და თავშესაფარი, სხვა ალტერნატივის გარშე არც სასამართლო მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას მათი გამოსახლების თაობაზე. იცოდე შენი უფლება, დაიცავი შენი თავი.